რაც შეეხება სწავლას, თქვენ თქვით, რომ ასწავლიან. ახლა ადამიანები სრულყოფილი არ არის თავიდან ბოლომდე და რასაც ასწავლის სხვას, აი როგორ შეიძლება მაგალითად ვასწავლოთ ოჯახური ურთიერთობები ადამიანებს. აი ბევრი რამე არ უსწავლია ადამიანსა და ევას. ხო, პრობლემა ის არის, რა დაიკარგა ჩვენში ისეთი, რომ აღარ დავჭირდეს სწავლა ადამიანების. ყველაფერი რაც მოდის ადამიანსა და ევას დაწერილი კი არ არის 64-ის ბაღში. იქიდან კი არ წამოიღეს წიგნები სრულყოფილი. ისინი გამოვიდნენ, ისინი ცოდვად დაცემული, ღმერთს დაშორდნენ, კონტაქტი ისეთი აღარ არის და უკვე თანდათან დაიწყო პროგრესირებული რეგრესი. თუ შეიძლება ასე ითქვას. ეს რეგრესი მოდის და მოდის, აგერ დედამიწაზე რამდენი ხანია, აგერ უკვე 7000 წელია. და მიაღწევს კულმინაციას ჩვენ ერთ დღეს, რომ მთლიანად დედამიწის მოსახლეობა დაემსგავსება რაღაც საშინელებას. და ბოლოს ალბათ მოხდება დაღუპვა აი პლანეტისა. ეს გარდაუვალი პროცესი არის. პლანეტას დაღუპავს სწორედ ცოდვის კულმინაცია. ცოდვის აპოთეოზი იქნება მიზეზი აი პლანეტის დაღუპვის. ეს აღწერილია ბიბლიაში და ეს ხომ ღმერთის მიერ ძირითადი კანონებია მოწოდებული, აი ღვთაებრივი კანონების უგულვებელყოფას რა შედეგები მოყვება. ადამ და ევას წიგნები იქიდან არ გამოუტანია ეთიკის სფეროში. ყველაფერი რაც იწერება უკვე ცოდვად დაცემული ადამიანის მიერ იწერება. ცოდვად დაცემული ადამიანები წერენ წიგნებს ყველა სფეროზე და როცა სწავლაზეა ლაპარაკი, ესეც პირობითი არის. ყველა ეპოქას თავისი სახელმძღვანელოები ჰქონდა, ხო? აგერ უკვე 7-8000 წელი მეტი არის, რაც დედამიწის ისტორია, ეს ისტორია აქვს მაგას 7-8000 წელი. ამ ხნის მანძილზე ჩვენ ახლა მაგალითად ხო იწერებოდა ვთქვათ პირველ 1000 წელიწადში, მეორეში, მესამეში ეთიკური პრობლემებიც გნებავთ, სოციალური პრობლემების იქ ყველაფერი ქონდა ეს წიგნები, მაგრამ ის წიგნები ჩვენ არ გვადგია არაფერში. ჩვენ ეპოქის და მიხედვით ვქმნით წიგნებს და ეპოქაში თანდაყოლი მეცნიერება, იქნება პედაგოგიური მეცნიერება, ფსიქოლოგიური მეცნიერება, ფილოსოფია და შემდეგ აი ამას გვახვევენ თავზე. ეს არის რელატიური. არ არის აბსოლუტური მეთოდი, აბსოლუტური სახელმძღვანელო, რომელიც თანადროული იყოს ყველასთვის, ადამიანიდან მოყოლებული ვიდრე დღემდე, ცოდვად დაცემული ადამიანის პერიოდს უგულისხმობ. ასეთი წიგნი ჩვენ არ გაგვაჩნია, თუ არა ბიბლია. ეს ბიბლია იმდენად ზოგადი წიგნია, მან პარაგრაფებად არ არის დაყოფილი, როგორ უნდა იქცეოდეს სხვადასხვა ეპოქაში ადამიანები. ბიბლიაში ვერ იპოვით თქვენ პირველ საუკუნის ადამიანი როგორ უნდა იქცეოდეს, მეორე საუკუნის, მესამეს და 21 საუკუნის, ქრისტეს დაბადებიდან 21 საუკუნეში ადამიანი როგორ უნდა მოქმედებდეს. ესენი არ წერია. ეხლა რატომ არის ეს ძირითადი სახელმძღვანელო ცხოვრებაში ცოდვად დაცემული სამყაროში ორიენტაციისათვის? რატომ არის ეს ძირითადი სახელმძღვანელო? იმიტომ რომ ღმერთის სიტყვა არის ეს. ღმერთი გვეუბნება. ამიტომ ღმერთის სიტყვა რასაც გვეუბნება, ის უნდა ავიღოთ ჩვენ, რათა ჩვენი შინაგანი გამოცვალოს. ჩვენი შინაგანი გამოცვლილი ადამიანს აღარ ჭირდება მეორე ადამიანის ცოდვად დაცემული ადამიანის სახელმძღვანელობიდან სწავლა. აი რა უნდა მასწავლოს ახლა ცოდვად დაცემულმა ადამიანმა მე? რა? ხო გვასწავლეს საბჭოთა კავშირში ყველაფერი. ყველაფერი ანულირებული არის. უფრო მეტიც, ის მორალი და ზნეობა, რაც საბჭოთა კავშირში იყო, გამოცხადებულია მოროდებად. იმიტომ რომ თუ იქ ერთი შეხედვით პატიოსანი ოჯახები იყო, ფიქრებით და აზრებით ამორალური იყო ყველა. ესე იგი გათახსირებული ყოფილა მთელი საზოგადოება იქ. დაინგრე ყველაფერი, ეგ სისტემა, მთელი მეთოდოლოგია, სულ ყველაფერი უკუგდებული იქნა. უფრო მეტი გამტყუნდა ასეთი ის რო იყო, რომ თქვენი გვარი იცოცხლებს შენი პიროვნება, იცოცხლებს სახელში და ქუჩაში და თუ იქნები გამოჩენილი პიროვნება. ძალიან ბევრი ადამიანების ქუჩები და ისინი გადააკეთეს. აღარ არის ფილიპე მახარაძის ქუჩა, აღარ არის ცხაკაიას ქუჩა. ესე იგი რა ქნას იმ ცხაკაიამ? ესე გამტყუნდა მისი თეორია. ის ვეღარ იცოცხლებს. ის გაქრა. გამიგეთ? ესე იგი თავისივე თეორიის საწინააღმდეგოდ მოიქცნენ. თუ გარდაცვალების მერე ადამიანი ცოცხლობს, გამოჩენილი ადამიანი იქნებს რომ გვარში, ერში, სიცოცხლეში თელმა ერმა ეს გადააგდო ლენინი და სულ ყველა თელ ქუჩები შეცვალეს. ასევე იქნება ვთქვათ, აი ახლა აღორძინებული არის სულ სხვა ქართული რაღაცეები, ხო? შეიძლება კიდე 100 წლის მერე რაიმე და ამ გვარებსაც გამოცვლიან. აი ამ ქუჩებსაც გადაარქმევენ სახელებს. შევთანხმდეთ იმაზე, რომ ყველაფერი არის ფარდობითი და შეფარდებითი. არ არის აბსოლუტური. ამიტომ არის სწავლა ყოველთვის არის აბსოლუტის სწავლა. აბსოლუტური მინდა მეცოდნა მქონდეს და არა რელატიური.
რელატიური ცოდნით მე ეთიკას ვერ ავაკებ. და როდესაც ამ საკითხებს ჩვენ ვიხილავთ, ღმერთმა როგორ მოაწყო ადამიანი? მითხარით როგორ მოაწყო? ვინ შექმნა ადამიანი? ადამიანმა? თუ ადამიანმა შექმნა, მაშინ ადამიანს აქვს უფლება ასწავლოს მეორე ადამიანს. მაგრამ თუ ღმერთმა შექმნა ადამიანს აღარ აქვს უფლება ასწავლოს მეორე ადამიანს. ღმერთმა უნდა ასწავლოს. ამიტომ ყველა იმ მასწავლებლების აუცილებელი მოთხოვნილებაა ის, რომ განაშენ მასწავლო, შენ უნდა მიმითითო, ვინც არის აბსოლუტი და მასწავლებელი. ყველასთვის სავალდებულო არის მამასთან გაცნობა, ღმერთთან გაცნობა. და დღეს რატომღაც პასტორებისთვის არის ღმერთი და ფიზიკის მასწავლებლისთვის არა. ეს არის ტრაგედია. პასტორი იცნობს ღმერთს, შიოლაშვილი არის ღმერთთან, მღვდელი არის ღმერთთან და აი ფიზიკოსი მასწავლებელი ის მიწანწალებს მღვდელთან. მე კი გეუბნებით, ღმერთი არის ყველასთვის, პასტორებისთვის არ არის. აი ამ სწავლაა საჭირო მეთქი. ამიტომ ის პასტორი, ის მღვდელი, ის შიოლაშვილი, რომელიც გამოკეტილი ყავს ღმერთი თავის ოთახში და აქ მესტუმრეთო, არ იქცევა სწორად. ყველამ უნდა მიუთითოს, რომ შენთანაც არის ღმერთი. ფიზიკოსთანაც უნდა იყოს და მათემატიკოსთანაც და მენაგვესთანაც. ეს ხომ არ არის ეს? დაყოფილი ეს რაღაცა ცალკე ეკლესიაში არის ღმერთი. და საქართველოშიც როგორი გაგება არის? აი შენობაში არის ღმერთი. სახში არ არის. სახში უბრალოდ თუ ხატებს ჩამოკიდებენ, ხატი თუ არის, ესე იგი ღმერთია. ამიტომ გააქვს ეს ოთახები ხატებით. როგორ კერპთაყვანისმცემლობა არის. და ამ პარალელზე რა სწავლა მიდის? ეხლა მღვდელი რას მასწავლის მე, როგორ უნდა მოვიქცე? იმ ხო არაფერი ერთს. ასევე პასტორმა რა უნდა მასწავლოს და რა ოჯახის იმაზე უნდა მასწავლოს. ყველანაირ ეპოქას და ეპოქები იყოფა დეკადებად და ასე შემდეგ. თავისებური ფსიქოლოგია ახლავს და სხვანაირი მოთხოვნილებები არის. ბოლომდე შეუსწავლელი ადამიანის ღრმა ფსიქიკა. რას აკეთებს ეს არავინ არ იცის. ამიტომ ადამიანი განწირული არის. როდესაც ადამიანისგან იღებს ადამიანს დასახავს წყაროდ ცოდნისა. ამან დაგუობა ჩვენ საბჭოთა კავშირში დასახეს ადამიანი ლენინი, მარქსი, სტალინი როგორც ცოდნის წყარო და გამოითოფეს თავი. დასახავ მათემატიკის მასწავლებელს, მათემატიკის მასა გამოითოფე თავი. მათემატიკის მასწავლებელი მათემატიკოსი არ არის. მათემატიკოსი არის ღმერთი. ამან იცის ზღვაში წვეთი. და მათემატიკაც ფარდობითი არის. არ არის აბსოლუტური ცოდნა, არ ატარებს არც ერთი დისციპლინა. აბსოლუტური ცოდნის დიფერენცირება მოხდა ცოდვადაცემულ სამყაროში და ეს დიფერენცირებული აი ცოდნა გამოცხადა როგორც აბსოლუტი და ამაში არის ჩვენი უბედურებაც. რაში გამომადგება მე მავანი ადამიანის რაღაც აი თქვა ჩემ ფსიქოლოგიას მოერგება შენი ფსიქოლოგია, ფსიქოლოგიამ დაწერა, მასწავლებელმა დაწერა თავისი რაღაცა წიგნი. რატომ უნდა იყოს სახელმძღვანელო მაგალითად რომელიმე მეცნიერ ფსიქოლოგის საკითხი თოლკუნ ურთიერთობას. ჩემი ფსიქოლოგია და იმის ერთ და იგივეა. იმ რაც დაწერა თავის დაკვირვებიდან ამოიღო ან პაციენტებისგან. მე ადამიანი თუ ინდივიდია, ინდივიდუალურია, ყველაფერი აბსოლუტურად ინდივიდუალური თუ აქვს. შენ რასაც მასწავლი, ეს ჩემზეა გათვლილი. ამიტომ იცი ვინ უნდა გვასწავლოს? ღმერთმა. ჩემი ინდივიდუალობის შემამეცნებელი არის სულიწმიდა და ღმერთი. აი ამიტომ არის საჭირო ღმერთთან მისვლა ყველა ადამიანისათვის. პასტორების დიდი უმრავლესობას აქეთ უნდა კონდეს კურსი და არა ის გაამთავრებს სემინარიას, გახდები მასწავლებელი და ასწავლი ბიბლიას საღამოს ბოლომდე არ იცი რას ასწავლი. და არც არაფერი ადგილიდან არ იძვრის. აბა გადახედეთ იძვრის რაიმე. ხო ხარ იმ ეკლესიაში. რა ჩვეულებრივი ადამიანები არიან, ძალიან ჩვეულებრივი. უბრალოდ ინფორმაცია მათ აქვთ ამაზე და ფიზიკის საზოგადოებაში რო შეხვიდე ფიზიკო, იმათ აქვთ ინფორმაცია ფიზიკაზე და უფრო საინტერესო ხალხი ფიზიკოსები იქნებიან, თქვა ფიზიკოსთა კლუბში რომ წახვიდე ერთხელ და ნახო. უფრო საინტერესო თემებია იქ. ვიდრე მათ მოიწყენ. ხო, აი შეყრილები არიან. ამ დროს პირიქით უნდა იყოს, ხო? ღმერთთან დაახლოებული ადამიანები ყველანაირად საინტერესო არიან, ყველანაირად. და აი გაიარეთ, გამოიერეთ, შეაჯერეთ და ნახეთ. ესენი ძალიან მოწყენილები არიან, იმართმადიდებლური სამღვდელოება საერთოდ. ეს არის ორგანიზაცია, რომელიც ადამიანს თავიდან ბოლომდე კლავს. მართლმადიდებლური ორგანიზაცია ადამიანის სიცოცხლეს აკრობს, ყველაფერს უკრძალავს. მაგრამ ყველაფერის სტრესირება ხდება, დააწნეხვა და სხვა გზით წასვლა. იატაკქვეშეთში გადაპარკება. მართლმადიდებლური ეკლესიის არის ისეთი ორგანიზაცია, რომელიც ადამიანს იქითკენ მიუთითებს, რომ უნდა ჩაძვრე იატაკქვეშეთში.
არ იყო გამოჩენილი, არ უნდა ჩანდე. ამას ასწავლის. ქრისტიანობა კი რა არის? არაფერი არ დაფარული რო არ გამოცხადდეს, ყველაფერი გარეთ გამოიტანე. ყველაფერი. რას ფიქრობ, რას აკეთებ, ყველაფერი ითქვას. ყველაფერს თვალყური ადევნე, იმიტომ რომ მაინც უყურებს ღმერთი ყველაფერს. ეს არავის არ უნდა. მოიგონეს თავისი ორგანიზაციები, წესები, საზეპიროები და ისევ იქცა მკვდარ ასოდ, როგორც პავლე იტყოდა. ის კიდე ცოცხალი არის. ზეგი რაზეა ლაპარაკი? მეგობრებო, ლაპარაკი არის ის, რაც დაკარგა ადამმა და ევამ იმის აღდგენაზე. ისინი მოკვდნენ და მკვდარ ადამიანი, როცა წიგნებს წერს, მკვდარი ფსიქოლოგიიდან ამოაქვს. ის მე არ გამომადგება, იმ შემთხვევაში გავუმადგე მე თუ მკვდარი ვარ. ამიტომ მკვდარი თუ ხარ, მკვდარი მასწავლებელისგან აიღე ცოტნა. მაგრამ თუ გაცოცხლდი, მე მკვდარი პასტორი არ გამომადგება, არც მკვდარი ფსიქოლოგი არ გამომადგება მე. ბიბლია არის ერთადერთი წყარო, საიდანაც ღმერთი პირდაპირ გველაპარაკება. ეს არის ღმერთის სიტყვა. და როგორც კი ეს სიტყვა შეეხება თქვენ გულს, თქვენში თუ არ მოხდა ის, რასაც ეწოდება დაბადება, რასაც ეწოდება აღორძინება, მკვდარ ადამიანად თვლით ისევ თავს და რა თქმა უნდა აქ უკვე გასწავლის მეორე ადამიანები. შენ აღარ ახარ და მკვდარი რო ხარ, აი წესებს გასწავლიან. სწავლა ეს ისეთი რამეა, უშუალოდ ღმერთიდან მოდის. ადამსა და ევას ვინ ასწავლა 60-ის ბაღში რაიმე. მითხარით, სად იყვნენ? სად იყო სკოლები, საზეპიროები? სად იყო პასტორების ჯგორო? აი ეს დაიკარგა, ამის აღდგენა არის თავარი. აი ეს აღდგენა იესო. და ამის რწმენა არის, ცვალებელში უნდა გაუჩნდეს ადამიანს, რომ უკვე ქრისტე რო შემოდის შენში, ებიჭო იცხოვრე რა. ის არის შენი მასწავლებელი ის. ეს ყველას უჭირს და ეს იმდენად შეუძლებელად მიაჩნიათ, რომ არა არის ესე როგორ ეს არა პასტორი, მასწავლებელი, წიგნები. აი ვერ გებულობთ ისია, რას ვერ გებულობთ? ვინც გაიგო, ვინ გააგებინა? აი ბიბლიას კომენტატორი, აი როგორ გაიგო თქვათ მაგი კომენტარებს რო წერს. ის ვინ გააგებინა მას? სხვა წიგნმა? სხვა კომენტატორმა? მე გავყვე, სად მივალთ? ბოლოს თუ ღმერთმა ჩვენ არ გაგვაგებინა, ადამიანი ვერ გაგვაგებინებს. ამიტომ ბიბლია გვაგებინებს თვითონ აი ღმერთის სიტყვა, სული წმინდა გაგვაგებინებს თუ ჩათვლის საჭიროდ. თუ ვერ გებულობთ, ესე იგი რაღაცაში ეს საქმე. თქვენ არ გინდათ რომ გაიგოთ. და ვერც კომენტატორი გაგაგებინებთ. მკვდარი დარჩევით ბოლომდე, უბრალოდ ბიბლიას ვერ გაიგებთ. ეს კომენტატორი რას აკეთებს? აი ამ ადგილს ისევ გაშიფრავს და თქვენ ისევ მკვდარი ადამიანი ამ წესებს ჩაიდებთ თავში. თქვენში კი ზრა არ იქნება. თუ ღმერთის სიტყვამ ჩვენ არ გაგვაცოცხლა, აზრი არ აქვს არაფერს. ინფორმაციის დაგროვებას რა აზრი აქვს? აგროვე ხო? თავარი არის ის ბირთვი, სიცოცხლე. როგორია ჩვენი სიცოცხლე? გამოიცვალა თუ არა ჩვენი ხედვა, სიცოცხლე, აი სიცოცხლეს განიცდით? და დღეს ბიბლია პროტესტანტებმა აქციეს ეთიკურ კოდექსად, საზეპიროებად და წესების რიტუალებად. ეთიკური რიტუალების შესრულება პროტესტანტიზმში და რელიგიური რიტუალების შესრულება მართლმადიდებლობაში. ხო, იქ ეთიკაზე ისეთი აქცენტი არ არის მართლმადიდებლობაში, იქ არის რიტუალები. ამის შესრულება, ამ დღის, იმ სანთლის დანთება, მტრის გაპატიოსნება და ისი არის დღეები გადატვირთული, რომ მართლაც თუ გაყვები ბოლომდე, შენ თავისთვის აღარ გცალია. ეთიკაზე აღარც ფიქრებ, მორალზე ესე იგი. სადაგცალია. საათის მერე ისევ ლოცვა იწყება, მე ისევ სანთელი, მე ისევ მღვდელთან და ცუდი აზრებიც არ არის. დაკავებულია. აი გადატვირთვეს ყველანაირად. ამიტომ აი ეს საკითხები, რომელიც დღეს დგას ესე აქტუალურად, ერთჩვენია დღეს ხო გაირკვევა ყველაფერი ეს და თუ ყველაფერი უნდა სააშკაროზე გამოვიდეს. არ ჯობია ადამიანმა თვითონ გაანათოს თავისი ბნელი კუნჭულები? ყველა თავში ატარებს ამას. მანდ-მანდ მღვდელმა უნდა გითხრას რა საქონელი ხარ? შენ არის ცივინა ხარ? ჩაეკითხე შენ თავს, დაიჭირე შენი აზრები, შენი ამბები და ბოლოს და ბოლოს ინდივიდუალურად არის ურთიერთობა ღმერთთან. აღარ არის საჭირო ეს ხელშეწირვები კაცო. აღარ არის ამას თავისებური ახსნა ქონდა ძველ აღთქმაში და ქრისტეს შემდეგ ესენი აღარაფერი, ყველაფერი გააუქმა მან, გააუქმა. იცით სიტყვა წერი ესე. მან ძველი გააუქმა. ახალი ადამიანს ახალი ჭირდება. ახალი ურთიერთობა უნდა ღმერთთან. ძველ ადამიანს ისეთი ურთიერთობა ქონდა ღმერთთან, გაშვალებული,
როგორიც იყო სამღვდელოება, ხერხშეწირვა, ეკლესიაში სიარული, სინაგოგა და ასე შემდეგ. მაგრამ ქრისტეს მერე გაუქმდა ეს ყველაფერი. იმიტომ რომ თუ ახალი ადამიანი ხარ, ყოველივე ახალია შენში. ახალი ურთიერთობა ღმერთთან უნდა აგო და უფრო მეტი, შენ შუამავალი არ გჭირდება. შენ აგაქვს უშუალო ურთიერთობა ღმერთთან. მოკლედ პასტორი ხარ შენ. სახლის მოძღვარი ხარ რა. და რა რო გადააბარი ისევ სხვას და ოჯახის თელი წევრები მიყაყალდებიან იქა. მკვდრები მიდიან, მკვდრები მოდიან. და მართლმადიდებლური ეკლესია მეკითხარით ეს არის მკვდრების რელიგია, კაცო, ეგ ადამიანს არ აცოცხლებს. ყველაფერი სახეზე არის მანდ. ასეთ მდგომარეობაშია ლიბერალური პროტესტანტული ეკლესიების. დღეს დასავლეთში ლიბერალური პროტესტანტული ეკლესიებია. ლიბერალიზმს ვერაც და ვერც მაკარტურის ეკლესია. ელემენტები იქაც შეიჭრა. აი თანადროული ცხოვრებისა გამო კონფლიქტში რო არ მოვიდეს, არეგულირებენ. ესე იგი ლიბერალური თეოლოგია იცით რა საკეთებს? თანამედროვე პროგრესული გარემო რაც არის მეცნიერული ტექნიკური იმით აღჭურვილი, აი ამასთან კონფლიქტში რო მოვიდეს, რაღაცა ერთგვარად გარიგებაზე წავიდა და რაღაცეებზე კომპრომისის გამოაცხადა. აი ელემენტები შესულია. არ არის სწორი. არა, იწამე ღმერთი. გაცოცხლდი და საერთოდ აღარ არის დრო ხახრო რო ეკლესია იყოს თელი დედამიწა. რა არ კიდე გასაოცარი ცით. მართლმადიდებლურ სივრცეში სანთლით დარბის ყველა. არავინ არ დაფიქრებულა ამ სანთლის აღჩოლებას რა აზრი აქვს. ესეც ხო სიმბოლო არის. რაღაცის მიმანიშნებელი არის, ხო? და ბოლომდე გააზრებული არავის არ აქვს, ეს რა არის? რა არის ახლა სანთლს თუ აანთებ და დადებ ხატთან ახლა რა? აი და გამოთაყვანებული მკვდარი ადამიანი ნებისმიერ შეეკითხეთ სანთელთან რო ანთებს ერთი დაუკაკუნეთ ზურგზე უთხარით. ეს რატო აკეთებ ამას თქო? 10 გამოკითხულიდან 10-ვე პასუხს ვერ გაგცემთ. არ იცი სისია რა. იცით რატომ ვერ გაგცემთ? მკვდარი ადამიანია თქვენ წინ. მაშინალურად მოქმედებს. ესე უთხრეს, ესეა საჭირო. აი ცოცხალი ადამიანს ესენი აღარ ჭირდება. ამიტომ ვიძახი მკვდარისთვის ეს რელიგია მართლმადიდებლობა მკვდარი ადამიანისთვის არის, კლავს ადამიანს. ქრისტიანობა, ბიბლია, ღმერთის სიტყვა, ეს არის მოწოდება მკვდარის გაცოცხლება. ძველი აღთქმა არის მოგვითხრობს მკვდარ ადამიანზე, მკვდრები, სულ აი ღმერთს დაშორებულია, რო იცოდეთ მკვდარი ადამიანი, ახალი აღთქმა სიცოცხლეზე. ეს არის გაცოცხლებული ადამიანების ამბავია გადამოცემული ახალ აღთქმაში, განსაკუთრებით საქმე მოციქუთალში და მერე პავლეს წერილებში. ეს არის ცოცხალ ადამიანების გაცნობა ჩვენის. აი ეს არის მაგარი რამ. ეს არის ახალი აღთქმა. რა გვითქვა ახლად? გაგვაცოცხლა. აღთქმა ასეთია, თქვენ გულებში ვარ მე. ძველ აღთქმაში გულებში არ იყო. მე არა ვარ თქვენ გულებში, იმიტომ რომ თქვენ მკვდრები ხართ. ვინაიდან მკვდარი ხართ, გააკეთებთ ამას, რაც ჩამოწერია ლევიტელებში მეორე ჯულის კანონში, წესები, საზეპიროები. და რა გაუთავებელი იყო და რა აუტანელი იყო როგორ ეშინო და ძნელი ერთ წეს დაარღვევ და ტყავი გაგძურებ. ერთი წესი დაარღვია ერთმა პიროვნებმა შაბათი დაარღვია, შაბათის დღე და ჩაიქოლა. მეძავი იპოვეს ჩასაკეჩა ქოლავდნენ. გამიგეთ, ეს საშინელება იყო მკვდარი ადამიანების ისტორია ძველი აღთქმა. და როცა ახალი აღთქმა დადო, ღმერთმა, ახალი აღთქმა რას გულისხმობს ებრაელები წაიკითხეთ, მანდარიზი განცხადებული, უკვე ჩვენ გულებში შემოვიდა. და მართალია, როდესაც უკვე ცოდვა მოხსნა იესომ, უკვე სულიწმინდა გულში შემოდის და აღარ მაშინებს, მაქვს უფლება ღმერთთან ურთიერთობის. დაიწყო ჩემი განახლება, აღორძინება, გაცოცხლება. აი, მე იწყებ ცხოვრებას და თუ როგორ ცხოვრებას დაიწყებ, ეს შენზეა. დამოკიდებული და პასუხსაც შენვე აგებ. მე კი დარწმუნებული ვარ, რომ გაცოცხლებული ადამიანის ცხოვრება უფრო საინტერესო არის ვიდრე მკვდრის. გაცოცხლებულ ადამიანს მასწავლებლად ყოველთვის ღმერთი ყავს. და თუ გაცოცხლებული ადამიანი მეორე გაცოცხლებულ ადამიანებს შეხვდება და ისე ლაპარაკება, გახსოვდეთ რომ ეს საინტერესო არის. იმასაც მასწავლებელი ღმერთი ყავს. და ასეთი პიროვნება რო წერს წიგნს, გაცოცხლებული ფიზიკოსი საინტერესოა. გაცოცხლებული ფსიქოლოგი საინტერესოა. ზუსტად აძლევს ღმერთი ამ ფსიქოლოგს გაცოცხლებულია როგორია ადამიანის ფსიქიკა მოწყობილი და იმაზე მეც არ აძლევს, რაც საჭირო არის. რომ ბოლომდე მაინც ვერ შეიმეცნებს ფსიქოლოგი ადამიანის ფსიქიკა. მე თავის გაკეთებული ეს არ არის. ვინც შექმნა, ის მიაწვდის. ახლა, როდესაც მკვდარი ფსიქოლოგი ფსიქოლოგიაზე წერს ღმერთის გარეშე, სახეზე შედეგი რა არის? როცა სექსოლოგიაზე ვიღაცა მკვდარი წერს რაღაცას, სახეში შედეგი რა არის? აი, საქართველოში რო ყავს ერთი გვარსარდაოს სახელი. ავანტყოფი. და დადიან ავანტყოფები მასთან. ამიტომ არის
აუცილებელი მოთხოვნილება ყველა ადამიანისა, რომ რაც ღმერთმა თქვა, გულში ახალ აღთქმას ვდებ, დღეიდან თქვენთან ვიქნებიო მე. როდესაც ცოდვა გამოსყიდული იქნა, ეს სასიხარულო ამბავი ეს არის ხალხო. სასიხარულო ამბავი და ხარება რა გვახარა ღმერთმა? მკვდარი იყავი, გაცოცხლდი. მკვდარში მე არ ვიყავი, იმიტომ რომ ცოდვილი იყავი. ცოდა მოიხსნა? მიწა მე გაცოცხლდი და უკვე შენში შემიძლია შემოსვლა, იმიტომ რომ გაწმენდილი და გასუფთავებული ხარ. როდესაც წმინდა ხარ და გასუფთავებული ცოდვა მოხსნილი, სულიწმინდა შემოვა. სულიწმინდის მეშვეობით ბიბლიას ღმერთის სიტყვას კითხულობ. სულიწმინდის გარეშე არც არავინ არ თქვას, რომ ბიბლია კარგად გაიგოს. ვერ გაიგებ თუ არა მეორე კომენტატორით. და ასე გაყვები, აიბლანდები და რამდენი ტვინიც არის, იმდენი კომენტატორია, ხო იცი? არ არსებობს, ვერ მომიძებნით 20-30 კომენტატორს, რომ ერთ და იგივე შეთანხმებული იყვნენ. ერთი მეორეს ეწინააღმდეგება. ერთი რასაც იძახის, იმის აპირისპიროს მეორე იძახის. და არის გაუთავებელი კამათი. ხო, გაუთავებელი, აი მთელი ბიბლიოლოგია და მთელი ეს ქრისტოლოგია, რასაც სწავლობს და ეკლესიის ისტორია, ეს არის გაუთავებელი კამათი ერთმანეთთან თეოლოგებისა. რა არის ეს? აღარ იცი რომელია სწორი. რა საშინელებაა ხო ეს? მაგრამ ეს წიგნი გაუხუნარიდებს ბიბლია და ამიტომ ვიძახი, როცა twins აგირებს ბევრი კომენტატორი ისე ბიბლიასთან მიხვდა, ლოცვით უნდა ამას წაკითხვა, როცა სულიწმინდით ხარ და ღმერთი შენთან არის, დამაჯერებთ იმას, რომ ის არ წაგაკითხავს. რასაც წაგაკითხებს, ყველაფერს გაიგებ. ნაბიჯი. უცებ შეიძლება ყველაფერა მარტო ღმერთმა იცის, როდის უნდა აინთოს აი ეს ადგილი, რომელიც ბუნდოვანი იყო. და თუ ეს ღმერთს არ შეუძლია, ადამიანს როგორ შეუძლია გაიგოს ღმერთის დაწერილი? როგორ შეუძლია? მკვდარ ადამიანმა რა უნდა გაიგოს ბიბლიაში რა წერია? ღმერთის შესახებ ყველაზე კარგად იცის ღმერთმა. მისი სიტყვა არის ისეთი ავტორიტეტი და ისეთნაირად მოწოდებული, რომ არაფერში არ ეწინააღმდეგება თავის თავს და მეორეც, თუ იგი განკუთვნილია იმისათვის, რომ მე გავცოცხლდე, ცოცხალად და ჩემში შემოვიდეს ეგა, როგორ ვერ უნდა გავიგო იქ რა წერია? ეგ აქ მაქვს პრობლემა, ისევ ჩემ თავს უნდა მივაკითხო. ღმერთის სიტყვას ვერ ვგებულობ რა, მკვდარი ვარ. ვგებულობ რა ღმერთის სიტყვას, ცოცხალი ვარ. ამიტომ ცოცხლებისთვის არის ღმერთი და არა მკვდრებისთვის. გახსოვთ რა თქვა? მე ვარ ღმერთი აბრაამისა, ისააკისა, იაკობისა. ცოცხლების არის ღმერთი და არა მკვდრების. ისინი ზემო ჩამოთვლილი ცოცხლები იყვნენ, როგორც სიცოცხლეში მიწიერ ცხოვრებაში, ასევე ცოცხლები არიან ახლაც. ეს არა თქვა მაცხოვარმა. და აქ ახლა რასაც ჩვენ გვაწვდიან, ეს უკვე სხვა რამე, ეს ეპოქის შესატყვისი რელიგიური ორგანიზაციები არის თავისი განშტოებებით. კათოლიციზმი, მართლმადიდებლობა, პროტესტანტიზმი. კათოლიკებშიც არის შიგნით განხეთქილება და გაყოფა, რაღაც დაყოფები არის. მართლმადიდებლობაშიც არის შიგნით რაღაც განხეთქილებები, მაგრამ პროტესტანტიზმში საერთოდ უამრავი დენომინაციები. წად და გაიგეთ, ვირასაკეთებს. ყველა მოერგო ეპოქის და მიხედვით. მართლმადიდებლობს აწყობს ასეთი ბიბლია, ასეთი ქრისტიანობა, როგორც საქართველოში არის. ზეითქვეით სიარული, ხატებით, მღვდლები, წვეროსნები, დაადის გიჟები, ერთი გიჟი გავა, მიყვება 20 გიჟი. შევლენ გიჟები ეკლე თავსაფრებით, გამოლენ დაბოღმილები. იქ არც იცილი შეიძლება, არც ღიმილი შეიძლება. მართლაც მკვდარი არც იცინის, არც იღიმის. გაცოცხლებული იღიმის, იცინის. ამიტომ სანამ მკვდარი ხარ, ვერც გაიცინებ. გამიგე და ესენი რომ თამაშობენ ქრისტიანობანას და ეს სანახაობად იქცა რელიგიური თეატრი, რელიგიური წარმოდგენების დადგმა და დამგლოვიარებული სახეების ყურება და ამავე დროს პარალელზე მკვდრების დასასვენებელი ადგილიდან იქცა ეკლესია საქართველოში, ეს არის კატასტროფა. მთლიანად ამოყირავებულია ყველაფერი. მოკლედ, ამას საერთო არაფერი არ აქვს ცოცხალ ღმერთთან. ეს არის იმის აჩრდილი. ხო არის რა, აჩრდილი არის. აი არის კრიშან ჩანდარს ის აქვს ერთი ვრცელი მოთხრობა რომანი დაყირავებული ხე. აი ეს ეკლესიაც დაყირავებული ხე არის. მიდის დაბლა ყველაფერი და სიბნელეში მიდის. გახსოვთ ის დაყირავებული ხე წაახლა და ქვესკნელში მოგზაურობენ. ესეც არის რელიგია, მაგრამ ეს ქრისტიანობა დაყირავებული აქვს მათ და იქ წავიდა ცხოვრება. ზემოთ კი არ მიდის ეგ. და ეს იმდენად საჩინო არის, ძალიან დებილი უნდა იყო ადამიანის ვერ დაინახო. აი ზედმეტად დებილი უნდა იყო. ოდნავ თუ აზროვნებ მიხვდები რომ რაღაცა არ არის. ასევე პროტესტანტულის აი ესეთი ცოცხალი ხალხი, რომლებიც მართლა გახქონდათ ეს სინათლე, გზადაგზა შემოგვეფანტნენ და გადავიდნენ მარადისობაში. იყვნენ ისეთი ხალხი, ხო? ძალიან ბევრი ხალხი იყო, როგორც გითხარით, აი ეს
ჯეიმს მონტგომერი, ბოისი, ოზერი, ჩემო ბატონო ხარ, პაკერი აგერ უკვე იქით აქ ცალფეხი, მაგრამ აი ეს ხალხი, სპერჯენი, ხო, შემდეგ ვესლი, ეს ხალხი, ესენი სინათლეს ავცელებდნენ. თანდათანობით ეს ხალხი წავიდა და ეხლა მათი ადგილი დაიკავა მკვდრებმა. ანალოგიურ მდგომარეობაში არის პროტესტანტული ეკლესიაც, არ გეგონოთ რომ ეგრე არ იყოს, სამყარო ერთია. აქაც მოკვდა ეს და იქცა რაღაც წესებად, საზეპიროა და კალამიცები, წესები და საზეპიროები. წესები და საზეპიროებია, იმიტომ არაფერიც არ ხდება მანდ. რა უნდა მოხდეს? დაანგრევით არ ინგრევა, მაგრამ აბა შინაგანად ვინმე ვკითხოთ გულწრფელია, რასაც აკეთებს? აბა მოგვისმინონ ჩვენ გულწრფელად რო საუბრობთ, როგორ გაგვიწყრებიან, გაგვიბრაზდებიან, დაადასტურებენ, რომ ცოცხლები არ არიან. რა მაღაღის ფოთა? მართლმადიდებელი ყელში უწდება. ფუიეში მაგ ზუგეტყვის. პროტესტანტია გადაირევა, როგორ ახლა რას გადაგობთ რა ეს შეიძლება? სიცა ღვინო შეიძლება რა? რატომ არ შეიძლება? შენ გაცოცხლდი? ცოცხალი ადამიანისთვის ყველაფერი საჭირო არის, რაც ცოცხალი არის. ცოცხალ ადამიანს ჭირდება ყველაფერი, მკვდარს არ ჭირდება. ესე იგი, ამ შემთხვევაში ვლაპარაკობთ, როცა ცოცხალზეა ლაპარაკი, ქრისტესთან შეხვედრილი ადამიანის გაცოცხლება ქრისტეში და მკვდარს ვლაპარაკობთ, ღმერთს დაშორებული ადამიანი. ხოლოდ ფიზიკურად რო დადის. მე მგონი გაიგეთ. ხო, ღმერთს დაშორებული ადამიანი მკვდარი არის და მკვდარი ადამიანისთვის ყველაფერი, რასაც აკეთებს, სახიფათოა. გამოიგონებს რაღაცას, სახიფათოა. გათხოვდება, სახიფათოა. ცოლს მოიყვანს, სახიფათოა. ღვინოს დაალევს, სახიფათოა. არ არის სახიფათო. ამიტომ გაცოცხლეთ ხალხნო, რომ სიცოცხლე არის. ღმერთმა თქვა, მე იმიტომ მოვედი, სიცოცხლე გქონდეთ და ჭარბად გქონდეთო. და ეს არ შეიძლება ეს ვთქვათ მართლმადიდებლურ ეკლესიას. ან პროტესტანტულზე, რომელიც თუ რაიმეს კრძალავს, ესე იგი არ აღობს ქრისტიანობას. ჩვენ გავაცოცხლოთ. ქრისტეს მეშვეობით ადამიანები და იცხოვრონ რა, არა უკრძალოთ ცხოვრება არცეთ გაცოცხლებულ ადამიანს. ცოცხალი ადამიანი ცხოვრობს ისე რომ არავის ვნებას არ მიაყენებს. არავის აბსოლუტურად. ეს აღადგინა იესომ და ამას ვარი რატო უთხრა და ვაქციოთ წესებად და საზეპიროებად. ჩემთვის ქრისტიანობა ცოცხალი ადამიანის ცოცხალ ღმერთთან ურთიერთობა არის. ამიტომ თქვენს გისურვებთ ამ სიცოცხლის შემოსვლას, გაცოცხლებას და ცოცხალ ადამიანს მკვდარი აღარ ჭირდება და ცოცხალ ღმერთთან აქვს ურთიერთობა და დღეს ცოცხალი ღმერთი ურთიერთობს ბიბლიაში თავისი სიტყვით. აიღებთ მაგას და ისეთი სასწაული ხდება, რომ უფრო და უფრო თქვენი აი ეს სიცოცხლე უფრო მაღალ ხარისხში ადის და ჩვენ ერთ დღეს აი ეს მარტო ცოდვად დაცემული სხეული, რომელიც გაღრწმას ექვემდებარება, გამოიცვლება და გაცოცხლებული სულს განდიდებული სხეული მომენტალურად აიღებს. და ეს არის ქრისტიანულის დედა არსი და ბირთვი. სხვა დანარჩენი რაც ხდება ახლა, ეს ყველაფერი არის მიწიერი წესრიგისათვის, ძალაუფლების გავრცელებისათვის, როგორც არასდროს ძალიან ძლიერი ძალაუფლება აქვს საეკლესიო პიროვნებებს. ყველა კომპლექსიანი პიროვნება შეცვიდა ეკლესიაში მღვდლად და რა სიამოვნებას აინჭებს 20-30 კაცი მიდის და როგორ მასწავლებლობს და როგორ სიამოვნებს და ბევრ ამებს უყვებიან და ეს არიგებს ვითომ. ვინ რას დაგარიგებთ ხალხო? ყველა ადამიანური დარიგებები სისულელია. ეს გარკვეულ დრომდე ჯერტი ენერგიას არავინ არ დებს. სიცოცხლეს არავინ არ დებს მასში. მოისმენს იმას და მიგიფუჩეჩებს საკითხს. მაინც შენ ტკივილთან შენ დარჩები. რაღაცას გეტყვის წიგნიდან ამოკითხულს აქიდან იქიდან. ისეც კაია თუ აი აქ ბევრი წიგნი აქვს წაკითხული, მართლმადიდებელი საერთოდ ბნელია, ვერაფერს ვერ გეტყვის, იმას წიგნებიც არ აქვს წაკითხული. მაგრამ შენ ტკივილში მაინც შენ იქნები. ვერ მოგარჩენს ადამიანი, ღმერთმა თქვა. ადამიანი ადამიანს ვერ არჩენს და მით უმეტეს მკვდარი ადამიანი მკვდარს. ცოცხალი ადამიანი გრძნობს უკვე სიცოცხლეს და ის წყარო უკვე ღმერთიდან არის და რასაც გებულობს, იქიდან გებულობს. ხლა თავდაპირველად არაფერი არ იყო, ხო? არც ფიზიკოსები ყავდნენ, არც მათემატიკოსები. დაღუპულეს იგი ადამი და ევა 930 წელი ცოცხლა ადამა ცოდვა დაცემულ დედამიწაზე, მაგრამ იქ ფიზიკოსი არ ჭირდებოდა და არც პოლიკლინიკა კიდე. აი, ეპოქა, აი დრო, აი, თუმცა ღმერთს დაშორებული მკვდარი იყო ადამი, ის იმ წუთში მოკვდა, დაიწყო ესე თანდათანობითი კვდომა დაიწყო. ორიგინალში ეს წერია, თანდათანობითი კვდომა. თანდათანობით მართლაც ადამიანები დაშორდა ღმერთს და
შევიდნენ და საერთოდ ღმერთი შემოდეს სადღაც იქით, დაგვანებე თავი. და სუნთლად რომ არ დაევიწყებინათ, მოდი ვითამაშოთ. კომუნისტურ პერიოდში საერთოდ პენსიაში გაუშვეს და ეხლა იცი რა, მოდი ესე და შიოლაშვილი და ღვდელი და სინოდი და ხატები და დღიან სინოდი და იგონებენ ახალ ხატებს. რანაირი ხატი აღარ არსებობს, რა წმინდანი არ ამოქექეს. და ეს ბოგანო ხალხი ეგრეთ წოდებულ ვიღაცის ნაჭყაპ სურათებს ზიან და ლოშნიან. და ეს არის სულის ცხონება? კი ბატონო, ცხონდით, თუ ეს სული ცხონებაა, ღმერთმა გაცხონა თქვენ. მაგრამ ჩემთვის ეს ღმერთს არ უსწავლია, რომ ხატების ლოშნით გეშველება. შენ თუ არ გამოიცვალე, არ დაიბადე, არ გაცოცხლდე, გინდა იმას კოცნე, ხატს და გინდა რავი, არაფერი არ გამოვა რა. არაფერი არ გამოვა. არაფერი არ გეშველებათ.